მასწავლებლის პოვნა შეუძლებელია. მასწავლებლის დედასთან ის სოფლელი კაცია. მაგრამ ის ორი საცოდავი არსება საჰირეს ვერ დაეხმარება. ჟურნალისტი. საჰირე მას მოძებნის. საჰირე, შენ ხარ? მითხრას რომ საჰირე დაიკარგა ათეშ. ეს მართალია? მითხარი. ჩემო ბატონო, კითხვაზე მიპასუხე. დიახ ბატონო. ვიდრე დინასტიას ზიანს მიაყენებს, საჰირე უნდა იპოვო. თორემ იცოდე. დივანს მასწავლებელთან დაკავშირებით დაურეგეს. საკმარისია. უსაფუძვლო განგაშმა თავი მომაბეზრა. იმ მასწავლებელმაც თავი მომაბეზრა. ჩემი სამყარო დაინგრა. ახლა კი მის გამომალეს საკუთარ ცხოვრებასაც დავკარგავ. ძალიან კარგად გამოიყურებით. გმადლობთ. გადამარჩინეთ. დავინჯერეთ, ჩვენ ვერაფერს გავხდით. თქვენი შვილის სიყვარულმა გადაგარჩინეთ. აღმერწყვარები ხართ. ჩემო საყვარელო დედიკო. ჩემო პატარა. ზეინებს ნოდავლეთ. დამენჯერეთ. ძალიან კარგად ვარ. გამოდან მრთელებას გისურვებთ. გმადლობთ. შენ მე გადამარჩინე. თან საკუთარი სიცოცხლე ჩააგდე საფრთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკიდან გაგაგდე, მაინც ასე მოიქეცი. საიდან მიხვდი, რომ ეს მოხდებოდა? სიზმარში მამა თქვენი ვნახე. მან მითხრა, რომ უბედური შემთხვევა მოხდებოდა. თხოვა გადამერჩინეთ. ამიტომ მოვედი. მამა ჩემი ნახე. თქვენ კარგი ადამიანები ხართ. მოხუცებს, სასოწარკვეთილებს, უპოვრებს ეხმარებით. ახლა მეც მარტო ვარ. რას გვეთამაშები? პირდაპირ გითხარი რა გინდა? მინდა ვიცოცხლო. როგორც ვატყობ, დინასტია აღარ გფარველობს. შეთანხმება დავდოთ, ჟურნალისტო. რა შეთანხმება? ეს ერთი გრძნეულის მისამართია. თუ 3 დღის განმავლობაში მოვკვდები, საბუთებით სავსე ჩანთას მოგცემს. თუ მათ პოლიციას წაუღებ დინასტიასაც, რომლის დაშლაც გინდოდა და ათეშსაც ბოლო მოეღებათ. თუ არ მოვკვდები? თუ არ მოვკვდი, აქ აღარ ვიქნები. ჩემი ტყვეობა დასრულდება. გავიქცევი. ჩანთას კი დინასტიას გადასცემენ. ამ ხალხს ჩვენი გამოყენება უნდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ შორის მოხდა, აღარ გენდობით. წადი, გამოსავალი თვითონ იპოვე. ჩემი გამოსავალი, შენი გამოსავალიც იქნება. შენი გოგოები დაგიბრუნდებიან, არ გინდა? მე სერიოზულ წინადადებას გთავაზობთ. ორივე მხარეს ერთი გამოსავალი გვაქვს. 3 დღეში ამ მისამართზე წადი. იქნებ მართლა დააღწიონ თავი ჩემმა გოგოებმა. იქნებ მართლა დამიბრუნდნენ. ნეტარ თუ შეიძლება ამ ქალის ნდობა. როგორ ვენდოთ? ისე შემეშინდა, რომ უშენოდ დავრჩებოდი. მე შემეშინდა. მაგრამ ღმერთმა არ დაგვაშორა. ვინიც ეს ერთად კიდევ რა გადაგხვდება თავს. როგორც ღმერთი ინებებს, ისე იქნება. რამდენი დღეა ვეძებთ, მაგრამ შედეგი არ არის.
უკვე რამდენი თვეა ქალი და პატარა ბავშვი ვერ დავიჭირეთ. მხოლოდ ეს ტერიტორია დარჩა მეთაურო. თარიქი 3 დღეა კარდაკარ დადის. დარწმუნებული ვარ რაღაცას გავიგებთ. გამარჯობა. მოგწენდით. ესენი ხომ არ გინახავთ ქალბატონო? 3 დღეა თქვენ გელოდებით. მეგონა აღარ მოხვიდოდით. მე დავრეკე ფონჩი. ბავშვისთვის ჯილდო მოიტანეთ. ახლა პანსიონატში არიან? არა. ქალი დაშავდა საავადმყოფოში იყო და დღეს გამოვიდა. ახლა ვიმითხარი სად არიან? ფაბრიკაში არიან. თარიქს გაუგია სად არის ზეინებ მასწავლებელი. სად არის? იმ რეგიონშია ფაბრიკაში. ახლა ვიგავდივართ. ერთ საათში იქ ვიქნებით. თარიქი არ მიუახლოვდეს. დაგველოდოს. არის მეთაურო. ამჯერად ვეღარ გაგვექცევი. ამიერიდან სამლოცველო ყოველთვის ღია იქნება. როგორც ეს მამა ჩემს უნდოდა ნებისმიერ დრო შეგიძლიათ ილოცოთ. ღმერთი შეგეწიოთ. ღმერთი ზეინებ შეეწიოს, მან გადამარჩინა და სინამდვილე დამანახა. გამახსენდა რომ ღმერთს მადლობა უნდა შევწირო. მოდი ერთად ვილოცოთ. წამოდი. კარგი. გონი უბედური შემთხვევა ყველამ დაივიწყა. რას გაიგებ? პოლიცია თუ მოვიდა, მზად უნდა ვიყოთ. შენ რა გაგიჟდი? გინდა ორივე დაგვიჭირონ. ისედაც ყველამდე სიბინძურაში ვართ. რა გონია, საწყობს აღარ შეამოწმებს? ალბი დოკუმენტები გამომზადე. ეგ ვერ გვიშველის. თუ დაგვიჭირეს, მთელ ცხოვრებას ციხეში გავატარებთ. ამ საღამოს აქედან უნდა გავქრე. დღეს მესამე დღეა. ჰა, საჰირეზე ჯერ არაფერი გაგვიგია. რომ დაღამდება იმ გრძნეულ ქალთან წავიდეთ. ნეტავ მართლა დაანებებს თავს ჩემ შვილს და შვილიშვილს. თუ ის ქალი ისევ გვატყუებს. ჟურნალისტის სახლშია ბატონო. საჰირე არსად ჩანს. მაგრამ მოვა ან დაუკავშირდება. ჟურნალისტი თუ წავა აედევნეთ. საჰირე შეხვდება. ჯერ არაფერი ვიცით ბატონო. მასწავლებელმა როგორ უნდა გაჯობოს? ერთმანეთს გადავკიდა ვერ ხედავ? ამიერიდან ეს შენი კაბინეტია. ჩემი მარჯვენა ხელი იქნები. დიდი მადლობა, მაგრამ უარს არ მივიღებ. არ დაგავიწყდეს, აქ მე ვარ უფროსი. შეიძლება მეც ყოველ დღე მოვიდე. რა თქმა უნდა. შენც ჩვენ შტატში ირიცხები. მე რა უნდა გავაკეთო? ტელეფონს უპასუხებ ხოლმე. მე მაგას ძალიან კარგად ვახერხებ და დარწმუნებული ვარ. ამიერიდან პანსიონატში აღარ იცხოვრებთ. ჩემს სახლში ერთად ვიცხოვრებთ. ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ მე ერთ ადგილზე დიდხანს ვერ გავჩერდები. რატომ? ამის მოყოლა რთულია. არ გაჩქარებთ ზერფასად. მე რა ვილაპარაკოთ? გარეთ მძღოლი დგას. სახლში წაგიყვანთ. დაისვენეთ საღამოს კი ყველაფერს მომიყვებით. წადით. განსაცვლისთვის დიდი მადლობა. ეს რა სალაპარაკოა? დედა, ახლა უკვე სამსახური გაქვს. ახლა აღარ გაგვიჭირდება, რა კარგია არა. აქ ვერ დარჩებით. რატომ დედა? ხომ იცი? თუ ისე ვიცხოვრებთ როგორც მან თქვა, მაშინ ვერ მოგვაგნებენ. აბა რა ვქნათ? საღამოს ქალბატონ აითენს დაველაპარაკები. შემდეგ კი წავალთ. ვერ წავალთ. ვიცი რომ არ გაგვიშვებს. ქალბატონო ზეინებ, მე პატრონე გადაარჩინე და ჩვენი უფროსი გახდი, გილოცავ. დიდი ინტერესით ველოდები. ნახო აბა, საქმეში როგორი ხარ.
თუ ფაბრიკაში დავრჩები, პირველ რიგში ქურდს ვიპოვე ოსტატო. და კიდევ საჭიროა ზოგიერთებს ბავშვებთან წესიერად მოპყრობა ასწავლო. ღმერთო. წამოდი. რა ხდება ბატონებო? სტამბოლის მკვლელობათა განყოფილებიდან ვართ. ეზოსკარი ჩაკეტეთ. როგორც მეთქვით. თქვენი კი წადით. ჩვენ შეგრინჩევთ. ყველა გასასვლელი დაკეტეთ. გასასვლელები ჩაკეტილია? დიახ ბატონო. გისმენთ? ვინ გდებავთ? დაგეხმარებით. პოლიცია. ღმერთო. ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ. ერთ პიროვნებას ვეძებთ. დაგეხმარებით. სად გარბი ხარ? აქ ეყავით. ახლა რა ვქნათ, დედა? არ ვიცი შვილო. აუცილებლად დამიჭერე. დავიღუპე. გამოდი. რატომ გარბი ხარ? გამოდი მეთქი. სად ხარ? გამოდი. თქვენთვის უნდა ესროლა. ახლა როგორ მოვიქცე? შენ მე გადამარჩინე. მასწავლებელო. მე ეს რამეს ცვლის? სამწუხაროდ არა. მეც სხვაგვარად ვისურვებდი, მაგრამ სამწუხაროდ დაკავებული ხარ. ისევ უნდა დაგვაშორონ, დედიკო. უკან დაიხიე თორე მოვრივას მოუკლავ. გონს მოდი, რა საკეთებ? უკან დაიხიე მეთქი. დედიკოს არაფერი დაუშავოთ. გაჩუმდი შვილო, ადგილიდან არ გაინძრე. არ ჩაერია. იარაღის გამოყენებაზე არც იფიქრო, თორემ ბავშვიც და ეს ქალიც მოკვდება. წადით აქედან ბავშვზე იფიქრეთ. ეს ქალი მართალს ამბობს. უკან დაიხიეთ. საშინელ შეცდომას უშვებ. ვიდრე უფრო დიდი სიამოვნებაში გაეხვიე, იარაღი დააგდე. აქედან წადი მეთქი. დააგდე იარაღი. შენთან არაფერი მესაქმება. აქ ზეინაფის გამო მოვედი. გონია ასე მარტივად მომატყუე? სიმართლეს გეუბნები, ვიდრე რამე ცუდი მოხდება დამნებდი. აქ შენს გამო მოვიდნენ? იარაღი დაუში, თავი დამანებეთ. არ მოხვიდეთ. დამშვიდით, არ ჩაერიოთ. მოიცადეთ.
ბოშრაზე იფიქრეთ, მარტო დაგტოვეთ. წადით. მართალია ეს ქალი, ახლავე წადით. მარტო დაგტოვეთ. დაგვნებდით. თქვენ წადით, ვიდრე უბედურება დატრიალდება. შეგვიბრალეთ. ახლავე წადი პოლიციელო, ახლავე. კარგი. რა მოხდა თარიღ? იქ ვიღაც კაცია ზეინებ მასწავლებელი და ბავშვი მძევლად დაიყვანა. ღმერთო. ვინ არის ის კაცი გამომძიებელო? როგორც ხვდები დამნაშავეა, ჩათვალა რომ მის გამო მოვედით. როგორც ჩანს რაღაც დააშავა. დააზუსტეთ ვინ არის, როგორც მებრძანებთ. აქ სხვა გასასვლელი თუ არის დაიკავეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით. ეს კაცი პანიკაშია. შეიძლება ზეინებს და პატარა ბავშვს რამე დაუშავოს. რა თქმა უნდა. თითქოს შენი დაჭერა შეუძლებელია. თავის დაწვრენას ყოველთვის ახერხებ, მაგრამ ნახოთ ამჯერად აქედან როგორ გახვალ მასწავლებელო. ასე რომ მიყურებთ, წავიდეთ უკანა გასასვლელით გავალთ. უკანა გასასვლელით ვერ გავალთ. იქაც პოლიცია იქნება. ჩიხში ვარ, რა უნდა ვქნა, მითხარი. დედიკო, დავშვი იარაღი, ბავშვს ეშინია. ბავშვი არ მაინტერესებს. ყველაფერი შენი ბრალია, პოლიციელები აქ შენს გამო მოვიდნენ. შენ კი შეგეშინდა, რადგან თვითონაც დამნაშავე ხარ. ეშმაკმა შენს შეგაცდინა. დედიკო, აქედან თავის დაღწევა თუ გინდა ერთადერთი იმედი ჩვენ ვართ. დავშვი იარაღი და დამშვიდდი. კარგი. თავს როგორ უნდა ვუშველოთ? ღმერთო, გავგიჟდები. როგორც ჩანს ის ქალი აღარ დაგვირეკავს. მე კი მის ზარს ან აქ მოსვლას იმედით ველოდები. მგონი ჩემი შვილების გადარჩენაზე ტყუილად ვოცნებობ. შეიძლება დიდგვაროვნებმა აპატიეს. რამდენიმე დღის წინ სასიკვდილოდ გაწირეს და ახლა აპატიებდნენ? ეს ხომ საბავშვო თამაში არ არის კალბატონ ენერგის? საჰირეს არავითარ შემთხვევაში არ აპატიებენ. ინფორმაცია მოვიძიე. დიდგვაროვნების შეცდომებს არავის პატიობენ. ანუ საჰირეს გადარჩენის შანსი არ აქვს? ასეა. მისი გარდაცვალების შემთხვევაში საბუთებს გამოგვიგზავნიან. ამგვარად ბუშრა, იასემინი და ზეინეფის სახლში დაბრუნება შეძლებენ. ჩვენი ოჯახი გაერთიანდება. ძველებურად ბედნიერად ვიცხოვრებთ. რა სამწუხაროა ადამიანის სიკვდილს რომ ვნატრობთ. როგორი კეთილი ხართ, ქალბატონო ნერგის. საჰირე, ათეში, დიდგვაროვნები. ისინი ადამიანები არ არიან. მე მათ ეშმაკის მოციქულებად ვთვლი. მოგესალმებით დამსწრე საზოგადოებაო. დროა ჩვენი ახალი წამოწყება გაცნობოთ. მარადიული და ბედნიერი ცხოვრების შესახებ. ცოდნა ადამიანის სიძლიერეა. დროა გათავისუფლდეთ. შემოგვიერთდით და გაძლიერდით. რა კარგი სიტყვა იყო. დიდი მადლობა. გაიხარეთ. მოგესალმებით. დიდი მადლობა. ის ბედნიერი დღეები წარსულში დარჩა. ახლა კი ხელმოწარული ვარ. ამ ხათაბალას თავს დავახცევ. სადარდებელს მოვიშორებ და სასტიკად გაგისწორდები, მასწავლებელო. გაიცანით ამ დაწესებულების მეპატრონე. გამარჯობა. გამარჯობა. ახლა გავიგე მომხდარის შესახებ. ჰასანს ქალბატონი ზეინეფი და ბავშვი მძევლად დაუყვანია.
სამწყარო დასია. ძალიან ფრთხილად იყავით ქალს და ბავშვს არაფერი დაუშავს. ეს კაცი ბოროტ მოქმედი ყოფილა. ასეთ კაცს ფაბრიკაში რატომ ამუშავებთ? დირექტორმა აიყვანა. თურმე ფაბრიკას შეთანხმებულად ძარცვავდნენ. თქვენ როგორ გაიგეთ, გამიკვირდა რომ მოხვედით? თარიქის დირექტორი ახლავე აიყვანეთ. რა თქმა უნდა. აქ ზეინებ მასწავლებლის გამო მოვედი. ზეინებ მასწავლებლის გამო? დიახ. ის დიდი ხანია ძებნაშია. ზეინებ მასწავლებელი ცოტს არაფერს ჩაიდენს. კარგი ადამიანია, ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. მე გადამარჩინა. აქ აშკარად რაღაც შეცდომაა. შეცდომას თქვენ უშვებთ. მასწავლებელი ნამდვილად დამნაშავეა. ბატონო დავუთ. თქვენ გეძახით. უკან დაიხიეთ. არ მოგვიახლავდეთ. ბატონ ჰასანს მოთხოვნები აქვს. რა მოთხოვნებია? შენი თანამშრომლები გაიყვანე. მანქანაც დამჭირდება რომ აქაურობას გავეცალო. შეთანხმებას არ ვაპირებ. ბოშრაზე იფიქრეთ. პატარა ბავშვის სიცოცხლე დაინდათ. მამკლავენ ბიძია გამომძიებელო. ბავშვზე იფიქრეთ გამომძიებელო. საჰირე შენ ხარ? მე ვარ ათაში. გისმენ საჰირე. ფიქრობ სათქმელი შენ გაქვს. დიდგვაროვნებმა შემიწყალეს. რატომ ხარ ჩუმად? მიპასუხე. პატიება არ დაგიმსახურებია საჰირე. საბუთები მოგვიტანე. რისთვის რომ მერე მომკლათ? მე მხოლოდ სიცოცხლე მინდა ათაში. თუ ჩემი მოკლა გადაწყვეტეთ, საბუთებით სავსე ჩანთა პოლიციას გადაეცემა. ჩემთან ერთად თქვენც დაიღუპებით. დიდგვაროვნების დაშანტაჟებას როგორ ბედავ საჰირე? ჩვენს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილო. თავის დროზე ფიცი დადე, რომ სიცოცხლეს შემოგწირავდი და ნუ გავიწყდება. დიდგვაროვნებს უკვდავება გინდათ. მაგრამ ამისთვის სხვა ადამიანებს წირავთ სასიკვდილოდ. მე ფიცი დავდე, რომ უკვდავი ვიქნებოდი. სიკვდილზე არაფერი მithქვამს. ეს სამართალია? სიცოცხლე მინდა. საბოლოოდ გეუბნებით, თუ მომკლავთ ეს ჩანთა ავტომატურად გადაეცემა პოლიციას. დიდგვაროვნების უმეტესობა თავისუფლებას ან ძალაუფლებას დაკარგავს. ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა. საჰირე არ გათიშო. საჰირე. შეგიძლიათ ის მანქანა წაიყვანოთ. გასაღებიც შიგნითაა. ბატონმა ჰასანმა ყველა მანქანის გასაღები მოითხოვა. მართალია, მოვითხოვე. მიეცეთ. არ მომიახლოვდეთ. არ მოხვიდეთ, თორემ ვისვრი. დედა ზეინებ. დამშვიდდი, ნუ გეშინია. შემიძლია მე გადავცე. ფრთხილად იყავით. ეს კაცი ამდენს ვერ მოიფიქრებდა მასწავლებელო. მართალია. მასწავლებელმა მასთან პირი შეკრა. თუ ასე არასოლოდებით. ამ კაცს ძალიან ეშინია. შეიძლება გაისროლოს, ვერ გავრისკავ. ყველა გასაღები აქ არის. ვერ აგიდევდებიან, არ შეგეშინდეს. დიდი მადლობა. არ მჯერა რასაც შენზე ამბობენ. მე უდანაშაულო ვარ და ამას ერთ დღეს დავამტკიცებ. ჯორაობას თავი დაანებეთ. მომისმინე ჰასან. ზეინებმა სიცოცხლე მაჩუქა. მას და ბავშვს თუ რამეს დაუშავებ. მთელი ჩემი ქონებაც რომ დამჭირდეს, მაინც გიპოვი.
დროზე ჩაჯექით. ჩვენი წასვლის დროა. შვიდობას გისურვებთ. სწრაფად. მოდი. დედა არის ქოქება? მოგვატყუეს. გაფუჭებული მანქანა შემოგვაჩეჩეს. მანქანა თქვენ გააფუჭეთ? არა გამომძიებელ. მადლობა ღმერთს. შეეცადეთ მანქანები დაქოქოთ და შორმანძილზე აედევნოთ. არ უნდა შეგამჩნიონ. გამომძიებელო, თქვენს ბრძანებას ელიან. შორიდან აედევნო, ნუ დაიჭერენ. მიღება. გესმით? ტერიტორია დატოვეს? დიახ, დატოვეს. ის კაცი ძალიან საშიშია. მათი სიცოცხლე საფრთხეშია. მასწავლებელი გამოსავალს იპოვის და მისგან თავს დააღწევს, ნუ დარდობთ. მაგრამ თქვენთვის თავის დაღწევა გაუჭირდება. მისი დაჭერა მტკიცად გაქვთ გადაწყვეტილი. მართალია მტკიცად გადავწყვიტე, მაგრამ ყოველ ჯერზე თითქოს უხილავი ძალა ჩემგან იცავს. სულ რაღაც ხდება და სულ გარბის. ძალიან კარგი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ უდანაშაულოა. ალბათ ღმერთი მფარველობს. მოყვებიან? გონი გადავრჩით. დარწმუნებული ვარ, აგვედევნებიან. რა ვქნათ, დედიკო, როგორ გავიქცეთ? კვალი უნდა ავორიოთ და გავიქცეთ. შენ გაქვს ვერსია? სადაპირებდი გაქცევას? აქვე ახლოს ერთი ადგილია. ჩასახვევიდან გადავალთ. კარგი. მაშინ მანდ დაგტოვებთ. ყველამ უნდა გადავირჩინოთ თავი. ასე არ გამოვა, ვერ გაგიშვებთ. ვიდრე ჩემთან ხართ უსაფრთხოდ ვარ. პოლიცია ვერ მომიახლოვდება. დედაშვილი ჩემთან ნარჩებით. ღმერთო, სულ ცუდი ადამიანები რატომ გვპოულობენ? ნება მომეცით ბატონო, რომ საჰირესთან მოლაპარაკება ვცადო. დიდგვაროვნები აუცილებლად უნდა დავიცვა. მოლაპარაკება არ იქნება. საჰირეს ამბავი გადაწყვეტილია. დიდგვაროვნების საფრთხეს უნდა ავარიდო ბატონო. მართალია. დრო აიმოქმედო ათეშ. საჰირე იპოვე, რაც საჭიროა გააკეთე და ის საბუთები აქ მომიტანე. ეს რას ნიშნავს ბატონო? ბატონო. რას ნიშნავს და საჰირე უნდა მოკლა? ეს საბუთები პოლიციას თუ ჩაუვარდება ხელში, საჰირეს გვერდით შენი საფლავიც გაითხრება ათეშ. საჰირე როგორ უნდა მოკლა? შავი ღრუბლები გაიფანტება. სიბნელეს ბოლო მოიღება. შენთვის მზე ისევ ამოვა. არ იტირო, არ მოკვდები. მატყუებ. ვიცი რომ მატყუებ. არ არის საჭირო. ჩანთას არ მიტოვებ? ჩემგან ხომ უნდა წაეღოთ? აღარ ჩემ გენდობი. როგორც კი აქედან გავალ ჩანთას დიდგვაროვნებს გადასცემ.
საჰირას ვერ მოვკლავ. სულ პატარა ვიყავი. სიარულიც კი მან მასწავლა. მომიარა. გამზარდა, გამაძლიერა. გამარჯვების რწმენა ჩამინერგა. სიცოცხლისთვის ბრძოლა მისგან ვისწავლე. ის ჩემთვის დედასავითაა. მისი მოკლა არ შემიძლია. ყველაფერი შენი ბრალია, მასწავლებელო. ჩვენ შორის მტრობა და უთანხმოება შენ ჩამოაგდე. მივდივართ, დედა. არ ვიცი შვილო. ნუ წუწუნებ, თითქმის მოვედით. ყველად გვიბრაზდები. სჯობს დავიშალოთ. აქ უფროსი მე ვარ. რასაც გადავწყვეტ, ისე იქნება. რა მოხდა, რატომ გაჩერდი? მანქანა გაფუჭდა. ადგილიდან არ გაინძრე. ცოტა ხნით დედიკოსთან მივალ. აგიჯექი მეთქი. იჩქარე, თორემ პოლიცია მოგვაგნებს. აქ რაღაც კაბელია ამოვარდნილი. სად? დავინახე. ჩემი თუ ერთ ჩავსვი, დამეხმარე. ქალებს ხომ არაფერი გეხერხებათ. ვიდრე პოლიცია მოსულა იერახს ხელი გაუშვი და მანქანა შეაკეთე. გასაკეთებ. ახლავე გამიშვი. ბურკილების გასაღები არ მაქვს. პოლიციას დაელოდე. საზიზღარო, ორივეს მოკლავთ. არავინ გამოჩენილა. მე უკვე ხელი ჩავიქნი. ალბათ საჰირე დიდგვაროვნებს მოელაპარაკა. ალბათ მართალი ხარ. რას ვიზამთ? ის არის. საჰირე, შენ ხარ? კარგად მომისმინე ჟურნალისტო. გვერდით ჩანთა მიდევს, რომელსაც გადმოგცემთ, მაგრამ ერთი პირობით. შენს პირობას ვიღებ. კარგი. ეგ პარკიც ვიცი. მზის ჩასვლისთანავე მოვალთ. რა გითხრა, გითხარი? ცნობის მოყარეობამ კი ნაღა მომკლა, მოგვიყევი. საბუთებს გადმომცემს. რა კარგია. ზეინაბი გადარჩება. ხო, იასემინის ადგილსამყოფელსაც დავადგენთ. ჩემი შვილები დამიბრუნდებიან. დიდგვაროვნებს ბოლოს მოვუღებთ. ამ სიკეთეს რატომ გვიკეთებს? რა სერგებელს მიიღებს? მთელი ცხოვრება უნდა ვიზრუნოთ მასზე. დავიცვათ და დავმალოთ. როგორც ჩანს, თავშესაფარი ვერსად იპოვა. უფლის სამართალი უნაკლოა შვილო. ბუშრა, ზეინეფი, იასემინი. ისევ ერთად ვიქნებით. არ მჯერა. როდის მოვა ის ქალი? მზის ჩასვლისთანავე პარკში შეხვდები. რას ელოდება? ახლავე მოვიდეს. ალბათ ეშინია და სიბნელეში თავს უფრო დაცულად გრძნობს. ვერ ვიჯერებ. მალე ჩემი პატარები დამიბრუნდებიან. რა მოხდა დედიკო? თვალთ დამიბნელდა.
თავად მყოფოდა, ახლა ხან გამოგწერეს. ისევ ცუდად არ გახდე. კარგად ვარ შვილო, არ ინერვიულო. სად მივდივართ? ტყის მეორე მხარეს. გაგიჭირდება, დედიკო, ავათხარ. ამას ვერ შეძლებ. სხვა გზა არ გვაქვს. პოლიციას კვალი უნდა ავურიოთ. მოდი, ჩამოგორდი. გასროლის ხმა იყო, დედა. წავიდეთ ბუშრა. შეიძლება იმ კაცმა იარაღი დაიბრუნა. გონიათ გამექცევით? ორივეს მოგკლავთ. გაიმარჯვე ზეინებ მასწავლებელო. მზის ჩასვლისთანავე სამართალი იზეიმებს. მზესთან ერთად დიდგვაროვნების ძალაუფლებაც ჩაესვენება. რა გინდა ათეშ? დამავალეს რომ მოკლა საჰირე. ან ესენი მომკლავენ. კარგად დაფიქრდი ათეშ. ძალა გიყოფა მათი ბრძანების შესასრულებლად. გამორიცხულია. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ზიანი მოგაყენო. ჩემთვის დედასავით ხარ. შენც ჩემსავით გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო. სხვა გზა არ გვაქვს. როგორც ყოველთვის ახლაც ერთნაირ ბედს ვიზიარებ საჰირე. რა ვქნათ ათეშ? მივატოვებ დიდგვაროვნებს. ერთად გავიქცეთ. ისეთი ადგილი ვიყავთ, სადაც ვერ მოგვაგნებენ. შენ შვილობილს დაეხმარე საჰირე. დაეხმარე. საკმარისია ნუტირი ათეშ. მზის ჩასვლისთანავე მასწავლებლის ოჯახს შევხვდები. ჩანთას ჟურნალისტს გადავცემ. მერე კი აეროპორტში წავალთ. შევთანხმდით საჰირე. დიდგვაროვნებს აღარ დავინდობ. ამ ღამით გაიგებ. ვინ გაგაჩინა? ძალიან დავიღალე. მეც. აქ წამოსვლა შეცდომა იყო. დედიკო! დაუჩქარა შვილო, ჩქარა. გინდოდა რომ პოლიციას ვეპოვნე, არა? ახლავე გასწავლი ჭკუას. დედა გავიქცეთ. დრო სიცოცხლე დაასრულოთ. მოკდით. ახლავე. დედა რა გჭირს? ცოტა დავიღალე. წამოდი. ასეთ მდგომარეობაში ვერივლი. სხვა გზა არ გვაქვს. გამომძიებელმა დავუთმა შეიძლება გასროლის ხმა გაიგონა. მალე მოვლენ. სულ რატომ გვეძებს?
სხვა საქმე არ აქვს ამ გამომძიებელს. კვდები. როგორ არის? ფერჯიდან დაგორდა. ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, სასწრაფო გზაშია. კვდები. მართის სამართალი წამოეწია. ცოტა დაუშველი არჩება. მასწავლებელი და ბუშრა ზევით იქნებიან. უკვე ეძებენ. დაურეკე და უთხარი დაბრუნდნენ. ცოტა ხანში ამინდი გაუარესდება. დევნას თავს ვანებებთ? დიახ, დღეს. თუმცა ისევ შევხვდებით. ძალიან მშია. წყურია. დედა ნერგისმა რომ იცოდეს, სირბილით მოვიდოდა და გვაჭმევდა. ახლა უკვე აქ იქნებოდა. კიდევ კარგი არ იცის, გული ეთკინებოდა. ბებია ძალიან მომენადრა. ნეტავ ძველებურად ერთად ვიყოთ. ნეტავ დედიკო იასემინიც ჩვენთან იყოს. ჩემი დაიკო. ძალიან მომენადრა. ღვთის წყალობით ერთ დღეს ისევ ერთად ვიქნებით. ჩვენ ხომ უდანაშაულოები ვართ. ყოველთვის ღვთის ხმას ვუსმენდით. მისი გზით მივდიოდით. ერთ დღეს ისევ შევხვდებით ერთმანეთს. რატომ არ ჩანს ეს ქალი? მოვა. არ ინერვიულო. დარწმუნებული ხარ, რომ ამ პარკზე შეთანხმდით? დარწმუნებული ვარ. რამე რომ შემშლოდა და მირეკავდა. იმედია ცუდი არაფერი მომხდარა. იმედია ასეა. სამწუხარო დიასემინის, ბუშრას და ზეინეფის ბედი იმ ქალის ხელშია. საჰირე. ათეშ. რა იცოდი რომ აქ მოვიდოდი? ზეინეფის ოჯახს გამოვყევი. რატომ ათეშ? აეროპორტში ხომ უნდა შევხვედრილიყავით? მართალია. მაგრამ აზრი შევიცვალე. მაპატია საჰირე. სიცოცხლისთვის ბრძოლა შენ მასწავლე. ნამდვილი დედა. არ უნდა მოგეკლა. რა? რა თქვი? საჰირე. ეს საქმე მოვაგვარე. ახლა კი შენი ჯერია მასწავლებელო. დედა, ძალიან მეშინია.
დედა დედა თვალები გაახილე გაიღვიძე მეშინია დედიკო რა მოგივიდა წყალი სად ვიპოვა დედიკო წყალი ძალიან ცხელი ხარ დედიკო გაიღვიძე რა გჭირს ღმერთო დაგვეხმარე გთხოვ დედიკო ცუდად არის ღმერთო გემოდარები დაგვეხმარე გარეული ცხოველი მოდის ნუ გეშინია პატარა ჯარისკაცი ვარ ძალიან გთხოვ დაგვეხმარე ჯარისკაცო ბიძია დედიკო ძალიან ცუდად არის რა ჭირს დედიკოს ცუდად გახდა წყალი მთხოვა მაგრამ არ მაქვს ნუ დარდო წყალი მაქვს დედიკო წყალი მე ხარ ჯარისკაცი ვარ ღმერთმა დაგლოცვას ჯარისკაცო შეგერგოთ არი დარდოთ მალე კარგად გახდებით გმადლობთ ამ დროს აქ რას აკეთებთ დავიკარგეთ გზა ვერ ვიპოვეთ დილით წაგიყვანთ მანამდე კი დაისვენეთ არი დარდოთ გამით აქ ვიქნები და შემდეგ წაგიყვანთ ორმესი მადლობა ბიძია გონი გარეული ცხოველები მოდიან ნუ გეშინია პატარა თქვენთან ვარ ვერაფერს დაგიშოვებს თქვენ აქ რას აკეთებდით დღეში შემოვლას ვაწარმოებდი თქვენი თავი ღმერთმა გამოგვიგზავნა ბიძია გამთენის ლოცვა დაიწყო მალე მზეც ამოვა თუ მოსვლა უნდა ის ქალი აქამდე უნდა მოსულიყო 1000 ჯერ დავურეკე და არ მიპასუხა ალბათ სახი რეიპოვეს არ ვიცი როგორ თქვა მაგრამ ალბათ უკვე წავიდეთ დეიდან ერგის იმ ქალის ნდობა თავიდანვე არ შეიძლებოდა იმედგაცრუებულები დავრჩით წავიდეთ დედა ზეინებ კარგად ხარ კარგად ვარ შვილო ტუხელ სითხე მაგიწია ცუდად იყავი ძალიან შემეშინდა ახლა სითხე აღარ გაქვს სიზმარი ვნახე ჯარისკაცმა წყალი დამალევინა სიზმარი არ ყოფილა სინამდვილე იყო ასე მეგონა რეჯეფი ქვია მთელი ღამე გვიცავდა არ მოგშორებია ჩვენთვის ლოცულობს ღმერთმა დალოცოს სად არის წავიდა არა იქ არის ახლაც ლოცულობს ღმერთმა უსმინოს კარგი ადამიანი ყოფილა დილით ტყიდან გაგვიყვანს გახმოვანებულია მთავარ